დღეს ჩვენ გაგაცნობთ 8 პოლიტიკური პარტიის საერთო განცხადებას. საქართველოს კარგავს მომავალს, კარგავს ყველაფერს, რაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ქართულ ხალხს მოგვიპოვებია. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა ანტისახელმწიფოებრივი სისტემა, სადაც რაც უფრო სუსტდება და ღარიბდება მოქალაქე, მით უფრო მდიდრდება და ძლიერდება თვითონ. ამისთვის იგონებს ის არარსებულ მტრებს, რომ ვერ შევამჩნიოთ ნამდვილი მტერი, რომელიც ჩვენ თვალწინ ამ ქვეყანას ერთადერთ მომავალს ართმევს. ყველაფერს კარგად ვხედავთ და ვიაზრებთ. ყოველ ღამე საქართველოს მოქალაქეები იძინებენ უფრო სახიფათო, უფრო არასტაბილურ, უფრო ქაოტურ, უფრო ღარიბ, უფრო დაუცველ და უფრო უსამართლო სახელმწიფოში. თუ ივანიშვილი შეძლებს ქართული სახელმწიფოს სრულად მიტაცებას და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გატეხვას, ქაოსი ამ ქვეყნის ბედისწერად იქცევა. თუმცა არსებობს მეორე გზა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები შევძლებთ ძალაუფლება დავიბრუნოთ, რომლითაც კორუფციას, ტერორს და განუკითხაობას ჩაანაცვლებს სამართლიანობა, ერთობა და მშვიდობა. ქართველებს კი საკუთარ ქვეყანაში დაედგომებათ, რადგან ეს ქვეყანა ისევ მათი იქნება. და ამას მივაღწევთ მხოლოდ და მხოლოდ ერთად დგომით, წინააღმდეგობის ორგანიზებით და ამ რუსული კრიმინალური მოღალატეობრივი რეჟიმის სრული იზოლაციით. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც რეჟიმი დასუსტდება. საქართველოს მოქალაქეები კი გავძლიერდებით. რაც უფრო ორგანიზებულები და შეკრულები ვიქნებით ხალხი, მით უფრო დეზორგანიზებული და დასუსტებული იქნებიან ისინი. 19 ივლისის აქციამ ჩვენ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უპირობო წარმატების და ამ ქვეყნის საძირკველიდან რეფორმირების გარეშე პროტესტი არ დასრულდება. რომ მას ვერ დაასრულებს სუსხი, ვერ დაასრულებს სიცხე, ვერ დაასრულებს რეპრესიები და ტერორი, მას მხოლოდ ცვლილებები დაასრულებს, რომელიც ქართული სახელმწიფოს პიროვნების ღირსების სამსახურში დააბრუნებს. ამიტომ დარეგისტრირდი და გააძლიერე წინააღმდეგობა, თუ მზად ხარ, რომ ამ ცვლილების ნაწილი გახდე. მადლობა.